ეს ერთ-ერთი ბოლო ვიდეოა, რომელიც 18 ნოემბრით თარიღდება და რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. სტატისტიკა მსგავს შემთხვევებს მრავლად ითვლის. ხშირ შემთხვევაში კი მთავარი გმირები 10-დან 14 წლამდე ბავშვები არიან, რომელთა მიმართაც აქამდე სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობდა. თუმცა უახლოეს მომავალში იარსებებს. სახელმწიფო გუნდი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ახალი კანონით პასუხობს. ქართული ოცნების ინიციატივით ქვეყანაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები გაიხსნება. შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა არაერთი საერთაშორისო პრაქტიკა შეისწავლეს და მათ შორის საუკეთესო გერმანული მოდელი შეარჩიეს. ეს მექანიზმი განხორციელდება მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა ღონისძიებები ვერ იღებს შედეგს და თქვათ იგივე ოჯახში დაბრუნება, იგივე სხვადასხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებები არაეფექტურია, ასე დროს სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქსიმუმ 6 თვემდე ვადით ხდება ბავშვის მოთავსება შესაბამის სახლში, სადაც არის რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის და ბავშვის ზრუნვის აქტიური პროგრამები. მიზანი არა არასრულწლოვანთა დასჯა, არამედ მათზე ზრუნვა. მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები განთავსდებიან, რომლებმაც დანაშაული 10-დან 14 წლის ასაკში ჩაიდინეს. ბავშვები რამდენიმე თვის განმავლობაში მულტიდისციპლინარული ჯგუფის მიერ შექმნილ და მათზე მორგებულ სარეაბილიტაციო პროგრამებს გაივლიან. პროცესში ჩართულია განათლების სამინისტროც. ის პირველ რიგში ასრულებს პრევენციულ ხასიათს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი არის ის პროექტები, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და რომელიც ეხმაურება იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც დანაშაულის პრევენციასთან არის უშუალოდ დაკავშირებული. კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაიწყებს. ინიციატორთა თქმით, კანონის მიღების პროცესში არასრულწლოვანთა ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. განხილვებისთვის ემზადება საპარლამენტო ოპოზიციაც. ყველა ის გადაწყვეტილება, რაც შესაძლებელია იყოს მიღებული, პირველ რიგში ჩვენი მოზარდების საუკეთესო ინტერესებიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუ ჩვენ შევძლებთ და შევჯარდებით საუკეთესო ვერსიაზე, დიდი ალბათობით ჩვენი მხარდაჭერა ამ ინიციატივას ექნება. გამომდინარე იქიდან რომ არ პასუხისმგებლობა არ დგება და ცდილობენ რომ ჩაადენინონ ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა ქვეყანას და პასუხისმგებლიან ხელისუფლებას. ჩვენს გვაქვს ვალდებულება რომ სოციალური სახელმწიფოს უზრუნველყოფა მოახდინოთ, ვიზრუნოთ ჩვენს მომავალზე. ეს ინიციატივა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, ბავშვს განიხილავს როგორც, რა თქმა უნდა, განათლების ბენეფიციარს პირველ რიგში და არა როგორც კრიმინალს და არა როგორც სასამართლოს ბენეფიციარს. არასრულწლოვნებზე ზრუნვა, დანაშაულის პრევენცია და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა. ეს ის მთავარი მიზნებია, რომლებსაც მმართველი გუნდი ახალი ინიციატივის მოტივად ასახელებს.